ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი შესაძლოა რამდენიმე კვირაში დასრულდეს. მარკო რუბიუს თქმით, რუსეთისა და ამერიკის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე სამშვიდობო პროცესის კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრებენ. ამერიკულ მხარეს სურს გაიგოს ომის დასასრულებლად რა კომპრომისებზე შეიძლება წავიდეს როგორც მოსკოვი, ასევე კიევი. რუბიუს თქმით, თეთრი სახლი მოსკოვისა და კიევის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმას ცდილობს, თუმცა სამწუხაროდ ამას უკრაინული მხარე ეწინააღმდეგება და საკუთარი პოზიციის შერბილებაზე უარს აცხადებს. Პრეზიდენტ ტრამპს სურს, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს. უფრო მეტიც ისურვებდა, რომ გუშინ დასრულებულიყო. იგი ფიქრობს, რომ ძალიან ბევრი ადამიანია დაღუპული და რომ ამ ომს მასშტაბური ნგრევა მოჰყვა. ფიქრობ, ყველა გახარებული უნდა იყოს, რომ ტრამპი მშვიდობის პრეზიდენტია. გვყავს ლიდერი, რომელსაც ომების დასრულება სურს და არა დაწყება. თუმცა საქმე გვაქვს ომთან და ორივე მხარე უნდა დავსვათ მოლაპარაკების მაგიდასთან. დავიწყოთ რუსეთით და ვკითხოთ, დაინტერესებული არის თუ არა კონფლიქტის დასრულებით. ევროპაში რომ დაელაპარაკო ხალხს, იქ ამ კითხვაზე გიპასუხებენ, რომ პუტინს ომის დასრულება არ სურს. რეალურად მოსკოვი მზად არის ომი გარკვეული პირობებით დაასრულოს, თუმცა ეს პირობები ჯერ არ განგვიხილავს. ეს მოხდება შემდგომ ეტაპზე და ცხადია, ზუსტად იგივე კითხვით მივმართავთ უკრაინასაც. ომს ვერ დავასრულებთ თუ ორივე მხარე არ შეთანხმდება. ამას შესაძლოა დღეები ან კვირები დასჭირდეს, თუმცა ჩვენ პროცესს დავძრავთ.